დაგიბრუნდით თქვენ ნათიო შაი. ძალიან დიდი ხნის პაუზა გამოგვევიდა, მაგრამ რას ვიზამთ? ზაფხულია. დაგიბრუნდით ყავისჭიქის ნალექით, მართალი გითხრათ, ეს ჭიქა დავლიე დილით და ვერ მოვახერხე ვიდეოს ჩაწერა და ცოტა ჩამოიფშვნა ნალექი, მაგრამ არა უშავს. მაინც გავაკეთებ ჩაწერას, რადგან ძალიან საინტერესო ამბებით მოვედი. ყავისჭიქის ნახეთ, რამხელა გველია. ეს გველი სიბრძნეს ნიშნავს ტრანსფორმაციას, შემეცნებას და ეს ყოფილი თქვენშია. ასევე ვფიქრობ, რომ მიანიშნებს შენს, შენს ვინც უყურებ ამ ვიდეოს, შენს ცხოვრებაში დიდ ცვლილებას. ამბავს, რომელიც გეგონა რომ დასრულდა, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა. შენს სიბრძნეს ამბავს მოქმედებას, სიტუაციას, რომელიც ძალიან უცნაურია, ნახე, შენშია, შენში ხდება ეს ყველაფერი. გარეგნულად თითქოს არაფერიც არ ხდება. შენში ბობოქრობს რაღაცა. დაფარულია ეს ამბავი, საიდუმლოა. და ამ ამბავს შენ უდგები რაღაცა სიბრძნისეულად, ფილოსოფიურად. თავარი ის არის, რომ ამ სიტუაციამ, ამ შენმა მიდგომამ ტრანსფორმაცია განგაცდევინა, შინაგანი სიბრძნე მოგიტანა ამ გველის ტყავზე ჩანდა თვლიანი ბეჭედი, რაც გეუბნება, რომ დაცული ხარ, ეს ამბავი დაცულია და ვითხოვ შენგან დიდ ყურადღებას, იმიტომ რომ ამ ბეჭედის თავზე ყურსასმენებია გამოსახული და ამიტომ მოусმინე, დააკვირდი, შემჩნიე სამყაროდან ნიშნებს. ეს ნიშნები შეიძლება იყოს ყველასთან სხვადასხვაგვარი, ერთნაირი წყვილი ციფრები, სიმღერაში გაგონილი ტექსტი, ან ვიღაცა ჩაგივლის ტელეფონზე ლაპარაკობს და იქ გაიგებ პასუხს შენ კითხვაზე, ან მე ძალიან ხშირად მემართება წიგნის კითხვის დროს, ან ფილმის ყურების დროს თითქოს პირდაპირ გმირი მეუბნება პასუხს ამა თუ იმ საკითხზე. მის თავზე კიდე ჩანს ხუჭუჭთმიანი ქალის პორტრეტი, ცოტა წვეტიანი ცხვირით, რაზეც შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცნაირი შემოქმედებითი ნატურა ხართ თქვენ თვითონ. ინდივიდუალური, გამორჩეული, გამოკვეთილი, ბობოქარი ქალი. ამ ქალს თავზე ყაბალახიანი მამაკაცია დგას. და ამ კაცს თავზე ორიანი აწერია, რაც ჩანს, რომ აქ პარტნიორულ რაღაცაზეა ფიქრი. ძალიან საინტერესო არის, რომ აი აქ წვრილად უცნაური რაღაცა ეწერა. მე ამას გეტყვით ვერ ამოხსენი და არ ვიცი, მომწერეთ, დააკვირდით, იქნებ თქვენთვის ეს რაღაცა მნიშვნელოვანი კოდი იყოს, იმიტომ რომ წერია ლათინურად S, X, A და 7. გავიმეორებ. S, X, A და 7. რაც როგორც გითხარით, ვერ ამოხსენი. რას ნიშნავს? მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს არის კოდი თქვენთვის, რაღაცა საიდუმლო კოდი, რომელიც აუცილებლად გაიშიფრება რაღაც კონკრეტულ მომენტში. შიგნით რა ხდება? შიგნით რა ხდება? არ ვიცი, ხედავთ თუ არა. ამ რაღაც ნავებით ფიგურაში მამაკაცს.
რომელიც აი ესე გაშლილი ორი ფეხით დგას, აი აქ. ნახეთ, მე ლავი, ნახეთ მამაკაცი როგორ ძლიერად დგას და მოდის თქვენთან. წარსულიდან მოდის ეს მამაკაცი. ამ კაცს იცნობთ თქვენ. წარსულიდან მოდის, როდესაც არ ელოდებით. როდესაც წერტილი გაქვთ დასმული, როდესაც დამთავრდა ყველაფერი. დასამარდა და მოდის. ამ მამაკაცმა თქვენ გითხრათ არა, ოდესღაც ნახეთ რა ხლა არა წერია და ახლა თავის თავში ეუბნება რაღაცას არას. ბედავს და მოდის. ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება. იცით როგორ გამოჩნდება, ჯერ მოგწერთ, მერე შორიდან დაგაკვირდებათ და მოვა. იცით, ამ კაცში ხა ბნება ბობოქრობს, სიყვარული ანთია, მაგრამ მისი აქციელი, მისი ნაბიჯები არ იქნება იმპულსური, არ იქნება, ასე ვთქვათ, ნებით აფეთქებული, მიუხედავად იმისა, რომ მასში დიდი ცეცხლია, ის ძალიან ფრთხილად, ძალიან დაკვირვებით, ძალიან მოსმილად, ძალიან გათვლილად წამოვა თქვენსკენ. აუცილებლად. ეს წრედ დაბრუნდება. აუცილებლად დაბრუნდება. ასევე, ნახეთ, აი პირდაპირ. ნახეთ როგორი ქალის პორტრეტი. და მუხლებში რაღაც უდევს. აი აქ იყო ძალიან დიდი ყავის ნალექი, რომელიც ჩამოცვირდა და დარჩა მამაკაცის სახე. ეს კაცი მოვა რაღაცა დიდი ბარაქით, რას გულისხმობ ბარაქით. შეიძლება ენერგეტიკულად მოგიტანოთ ბარაქა. ხვავი თქვენს ენერგეტიკაზე ძალიან კარგად იმოქმედებს, მაგრამ ეს მამაკაცი მოდის ძალიან ძვირფასი საჩუქრით. რაც შეეხება ძვირფასს რომ ვამბობ, გააჩნია. ეხლა ვიხარ შენ და შენ რა გიძვირფასება, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ბრილიანტი, ვიღაცისთვის მინდვრის ყვავილები. მაგრამ თქვენთვის ძალიან ძვირფასი იქნება ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ძვირფასი. ეს მოხდება აუცილებლად და მე მოიძიეთ ეს ვიდეო და მოვწერეთ. იმიტომ რომ უკვე გზაზია, უკვე წამოსულია, უკვე იცის თქვენ შესახებ რაღაცები გაკვირდებათ გითვალთვალეთ. ნახეთ რა მხოლოდ ცხვირი აქვს. ყველაფერი აინტერესებს თქვენს შესახებ. პატარა გაჩხარულებაც, პატარა გახმაურებაც, პატარა მოძრაობაც. ყველაფერი ინტერესდება თქვენ შესახებ. უკვე დიდი ხანია გაკვირდებათ და როგორც გითხარით, გონივრულად გეგმავს თქვენთან მოსვლას. აი ეს ყურსასმენი, რომელიც აქ ჩანდა, აი აქ როცა რალექი ჩამოიფშნა თავისით ციფრშალის გამო, დარჩა მამაკაცის პორტრეტი, რომელსაც ყურსასმენი აქვს. ის თქვენ გისმენთ, ოღონდ არაპირდაპირ გაგებით. ის ისმენს ყველაფერს თქვენს, აინტერესებს ყველაფერი. სად ხართ, როგორ ხართ, ვისთან ხართ? ითი სუნთქავთ. ითი იკვებებით, რას გრძნობთ, რა გტკივათ, რა გიხარიეთ. ყველაფერი აინტერესებს თქვენს. მოვა. და რომ მოვა, ამ კომენტარით რომ ესე მოხდა ნათია. მე კი გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე მომენატრეთ. და მინდა ესეთი სურვილით დაგემშვიდობოთ და ყველა მიიღოთ თქვენი წელი სიყვარული თქვენს ცხოვრებაში. დროებით ჩემო ძვირფასებო, გამოიწერეთ არხი. ხო, ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, ჩემი ნომერია 591 233507, აქტიური ვიბერზეც და WhatsApp-ზეც. დროებით.